სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდღეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს გადავწყვიტე ვიდეო ჩემს ლომივით გოგოსთან ერთად დავიწყო. ჩემს ლამას, მაშალლა, ძალიან კარგად მოიკრიბა თავი მეგობრებო. იცით, ჩვენი გოგონა სასიკვდილო ვირუსით იყო დაავადებული. ძალიან გაფრთხარი იყო ძმაო, ტყავი და ძვალი იყო დარჩენილი. მაგრამ მამამისი ხო იცი, თვალის ჩინივით უვლის. მაშალლა, ჩემი გოგო ეხლა კარგადაა, ხედავ. მისი მკერდი, სხეული, თავის, ქალა, ყველაფერი ნელა ფორმას იღებს. იშალა კიდევ უფრო კარგი იქნება, ეხლა ენერგიაც ყველაფერი ძალიან კარგია. ღმერთმა დაიცვას ის ბოროტი თვალებისა და შურისგან. თანაც ძმაო, ძალიან ჭკვიანი გოგოა. ანუ არანაირი ოინები არ აქვს. სულ თვალებში მიყურებს, მიყვება, მაკვირდება. ძალიან ზრდილობიანია, განებივრებული ხასიათი არ აქვს. ზემოდან არ გეტაკება, ასეთი ქცევები არ აქვს. ძალიან ადვილად გასაცვლელი გოგოა. იქნებ მეც მოვინდომო და გავწუხნა, იცით? ესეთი რამბა გონებაში, ბოდიში მომიტევეთ. რამდენიმე დღეა ვიდეო ვერ ავტვირთე მეგობრებო, ცოტა დაკავებული ვიყავი. ამინდები ძალიან ცხელი იყო, ამიტომ. ყოველთვის ვამბობთ, რომ წესრიგს დავამყარებთ, მაგრამ ვერაფრით გამოდის. კიდევ ერთხელ ბოდიში გიხდით ყველას. ბოლოს და ბოლოს დღეს გამომივიდა და ვიდეოს გადაღება დავიწყე. ეხლა ისევ დილის რუტინაში ვართ. ცოტა ხანში შვილებზე ამოვიყვან. დღეს ჩვენი თემა ტაისონი და დაჯა. ეხლა როგორც იცით, ბოლოს ორი თურქეთის ჩემპიონი, შესანიშნავი შვილები ავიყვანეთ. ტაისონ ბაბა და დაჯა მართლა ხასიათი ძალიან შესანიშნავი ძაღლები არიან, მაგრამ ჩვენი დაჯა ცოტა ჯიუტია. ეხლა თავიდანვე თავს მესხმოდა, როგორც იცით. ეხლა ცოტა უფრო შევაჩვიე ჩემ თავს, მაგრამ მაინც დისტანცია გვაქვს. ასე უცებ არ ვენდობი, ისიც არ მენდობა. ჩვენ საერთოდ არ შემიყვანია სხვა ძაღლებთან. დღეს დაჯაზე რისკს ავიღებთ. სხვა ძაღლებთან შეუშვებს, მაგრამ მისი პატრონიც გამაფრთხილა, ძალიან ფრთხილად იყავი. შეიძლება სხვა ძაღლებთან იჭხუბოსო, ცდი ძმაო. ნახოთ, შევძლებთ თუ არა მის მიჩვევას. კანეკორსოს ბანდას სულ გარეთ ვაკვირდებით, მინდა როტვეილერებიც ვნახო. თქვენგან თხოვნდა მაქვს, მანამდე არ გამიტეხოთ გული, გთხოვთ, ხარი დამიჭირეთ. თუ ავიდეოს მოიწოდებ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ გამაწბილებთ, ნუ დაიზარებთ, ხარი დამიჭირეთ მეგობრებო. ჩემო გოგო, ანკა გეძახი შენს, ანკა არ მოწოს, ანკა სახეთ შევცვლით. შეხედე ამას, ღმერთო ჩემო, მაშალა ჩემს გოგოს. ღმერთმა დაიცვას ის ბოროტი თვალებისა და შურისგან. მაგრამ ეხლა რაღაცას გავაკეთებ, ძმაო. ფოქს, სად წავიდა ფოქს? ფოქს, სად ხარ გოგო? ფოქსი ჩავკეტოთ. ფოქს, მოდი. ფოქს, მოდი. ჰოპალა. სად არის ჩემი პატარა გოგო? ფოქსი ხომ იცით, რამდენიმე დღის წინ ქუჩიდან ავიყვანე. ძალიან ჭკვიანი, ძალიან ლამაზი გოგო, მაგრამ ზედმეტად ეკრობა. ჰე, ფოქსო. ეხლა ცოტა ხნის წინ ასიე და ლაკი იქაც ჩავკეტეთე. ყველა პატარა ძაღლს ჩავკეტავ, ძმაო. ეხლა დაწმუნებული არ ვარ, დაჯა დაესხმება თუ არა. ამიტომ, მოდი, დიდი ძაღლებს არაფერი მოუვათ, მაგრამ პატარა ძაღლები უნდა დავიცვათ. როკი, ფრთხილად როკიც აქ შევიყვანდოთ. ჰე, აქ პატარაების ბანაკია, თქვენ აქ შეიგრიბეთ და ყველანი დარჩით, კარგი? სუდები, შეხედეთ რა ლამაზები და საყვარლები არიან. რა მოხდა როკი? რა მოხდა როკი? ისევ უცებ როკი ჩავკეტე და გაბრაზდა. რა მოხდა როკი? სუდებო, თქვენ აქ დარჩით. სუსლო. შვილო, შეიძლება შენც მათთან ერთად ჩაგაგდო? ჰა? იქნებ ეხლა დაჯა მოვიდეს და შენზე თავდასხმაც სადოს, მე მას ვერ ვენდობი. მოდი აქ, სუსლუ. სუსლუ ქალბატონი სიაროს. კარგი. ბაღის ყველაზე საყვარელი, ყველაზე ტკბილი ძაღლები აქ დარჩნენ, ძმაო. შვილო, მოდი შენც აგიყვანო. როცა უცხო ძაღლი მოდის, შენ ხეფას იცხებ. სულ თავს ესხმი, შენი ზომა არ გაინტერესებს. შენც გადი მათთან ერთად. დაიცადე. შვილო, ერთი წუთით ფეხი იქიდან უაშორე, დაიცადე. კარგი. რამდენი ძაღლია ამ გალიაში? 3, 4, 5, 6, მაშალლა. ამერდა თქვენ აქ იქნებით? კარგი? იმ ძაღლების ვარჯიშის დასრულებამდე დაელოდეთ. ეხლა ძმაო, არ უნდა გავრისკოთ არც ერთი შვილი. როტვეილერები ძალიან ძლიერები არიან. ნახე. მაგრამ ძლიერების მეფე აქ არის, ხო? აუ, კარო. კარო, მოდი კარო. კარო, რას აკეთებს ეს კარო? ლომო, გოგო ჩემო, მოიცადე ზეინა ფრთხილად. არა, ზეინა. ნახე, ზეინაც კი ძალიან ეჭვიანია. კაროსო შევიყვარე, ეგრევე დაინახა. მაშინვე დაიწყო მისკენ ღრენა, ხედავ? ორივე ერთმანეთს როგორ გავს. ზეინა, სად არის ჩემი ლამაზო? სად არის ჩემი სიყვარული?
ეხლა კაროლინი ძალიან საყვარელი გოგოა. არა გაიხსნა უკვე. ჩოულებრივ მე არასდროს მინახავს რომ ის ვინმეს ესხმოდა თავს. ეხლა კი ძაღლებთან ჩხუბი დაიწყო მეგობრებო. ნელ-ნელა იზრდება, იხსნება ჩემი გოგო. ზეინდა რასაკეთებ ლამაზო? მოდით ნახოთ. აი ნახეთ, ახალი მოტოციკლი ვიყიდეთ მეგობრებო, ისიც გაჩვენოთ. ძალიან კარგი მოტოციკლია. სკუტერი. მოდით ეს ჩაფხუტი აქ დავდო და სასტელი გასეირნება მოვაწყოთ, ნახოთ. ჩვენი მოტოციკლის ფერი და ყველაფერი ძმაო, მართლა შესანიშნავია. შეხედეთ ერთი. თქვენი კომენტარები მაინტერესებს, ჩემთვის დიზაინი და ყველაფერი ძალიან მომეწონა. კალათა, მორთულობები, დეტალები მართლა ძალიან მომეწონა, ნახეთ. აქაც ესეთი ანტენა აქვს. მას ხსნი. ასე ნელა წავიდეთ, ნახოთ. დედა შენც ხო არ დამესმები თავს. ცუდი ისა რომ ეხლა უკვე სიჩქარეებიან მოტოციკლებს შევეჩვიე. მუდმივად კლაჩს ვაწვევი, ხო იცი? და ამაზე სულ კლაჩისკენ მიმდის ხელი. სულ მასზე ვაჭერ ხელს. მოდი, ვსეიდო შვილო, მოდი. არა ნატაშა, არ შეეხო გრიტებს. ცელკები არის. ეხა ამის ასე ტარება ადვილია ძმაო. მაშინ ძაღლებსაც შევაჩვევ. ამას შუაში დავსვამ ერთ-ერთ ძაღლს. ეხლა ჩემ სხვა მოტოციკლებზე ეს არ გამოდის. აქ პატარა ძაღლი არ არის რომ დავსვათ. კაროლინ, მოდი. კაროლინ, მოდი გაგასეირნებ. კაროლინ, მოდი. როკი და მოკიცადეთ, მაგრამ როკი ხტება. ნელე ფოქსიცადე, ისიც არ გამოვიდა. ზეინა, მოდი გოგო. ზეინა, მოდი შენ, მოდი აქ. მოდი. მოდი გაგასეირნებ, მოდი. ესენი აქ არ დაეტევიან. თუ მივაჩვევთ, ასე ძაღლებს შუაში დავაყენებ და გავასეირნებ, ძმაო. მოდი ვნახო. დაისუნ ბაბა. ლააკეთებ სიმპათიურო ბიჭო. ეხა ბაღი დიდი რო არის, ბაღში მოტოციკლით ვივლი და ვიდეოებს ასე წარვადგენ, ძმაო. მოდი, მოიცა ეს მოტოციკლი იქით გადავწიეთ. დაისონ ბაბა, მოდი გაგასეირნებ. დაისონ ბაბასაც გაუშვე, ძმაო. დაიცადე, ნახო, დაისონ. ირბინე შვილო, ირბინე. არგენტინის დამდვილი შვილი ირბინე აბა. ჩემი ლომი ხარ. დაიცადე, მოდი მოტოციკლი აქ დავაყენოთ. დედე, იმ უსინდისო ფეხში მიგბინა. დედე წესიერად იყავი რა. სელკი დედე. ნუ მაბრაზე, მართლა ფეხი ამტკივდა ძმაო. ეხა ტაისონ ბაბა გავიდეს, მოდი გარეთ მამლი ძაღლები არიან, ტაისონი და დედე. კარავაშია. ჯერ ტაისონს და დეჟას რო გაუშვათ, მანამდე ფაისალი უნდა დავკეტოთ. არესიც აქ არის. არის ბაბა. მოიცა, ფაისალი დავკეტო და მე არესიც გავუშვა. ჯერ ფაისალი ავიყვანოთ. ამასობაში მეგობრებო, ძალიან დიდი უბედურება შეგვემხვა. იქ სადაც ჩვენი კატვები არიან. ყველნა იყო თუ სამურა არ ვიცი რაღაც შემოვიდა და ჩვენი ერთ-ერთი ბატი დაგვეღუპა. სამი ქათამი დაგვეღუპა, ერთი მამალი დაგვეღუპა. ყველა დაახჩო. ძალიან გავბრაზდი. ვერანაირ გამოსავალს ვერ პოულობთ. ამბობთ რომ ძაღლები იქ არ შევლენ, მაგრამ შედიან. მე ამ საქმიდან ვერაფერი გავიგე, ანუ ეხლა შიგნით დაცვა ჩავაყენე, ასია შიგნითა, მათაც გაჩვენებთ. რა დაემართათ, რატო გაგიჟდნენ ასე? რა მოხდა, ბიჭო? ბაბუა, დაიკარგე. მიდი. ნუ გათამამდებით. თაისინ ბაბა, ბენზაპი შენ მოხვედი, ჩემო ბიჭო, რო არ გამაწვალო. დაიცადე, კაცსაც გაგირებ. შილო ტონი და სინდი არ უნდა გაიქცნენ. როგორ გავაკეთებთ ამას, სიმპათიურია. დაიცადე ტონი, არა. ისინი გაიქცევიან ფაისალ, რადგან შენს შეყვანას ვაპირებთ, გადი. კარგი, შენ შედი შიგნით. გადადი შვილო. შენ გადადი. გაჩერდი ზეინა ჭკვიანად მოიქეცი. ზეინა სინდისაც ესხმის თავს, შეშლილია. გაჩერდი ძმაო. ზეინა ჭკვიანად იყავი, ნახე, ნუ ჩხუბობთ. ზეინა ძალიან აგრესიულია. ბაბუაც აუზში გადახტა, ბიჭო. დედე აუზშია, ნატაშაც გადახტა. შვილო, რას ეძებთ აუზში, თან აუზში ჩხუბობენ კიდეც რესო. დედემ გამაკვირვა. ნატაშა შენც სურავ? დაიცადე, დედე შეხედე ახლა, შეხედე. დედე გადახტი. გადახტი ბაბუა. სამო. როგორ თამაშობ, ღმერთო ჩემო. ნატაშა როგორ უყარს აუზი, ხედავ? არ გამოვიდა ცოტა ხანში.
აჰა, ისევ გადახტა. ბიჭო, ბაბუა, ცურავ, შვილო. ხანდახან მაბრაზებ, მაგრამ ეს შენი სასაცილო ქცევები გაპატიებინებს თავს, ნახე. კარგი, ტონი და სინდი დაჩვდნენ გარეთ, ძმაო, ეხლა რა ვქნა? ფაისალ ბაბა, შენს კაცს ვკეტავ, აქ დარჩი, კარგი? შენ არ გამოხვიდე, ბაშა. ბაბუა, ცურავ, კაროც მოგიყვანო თქვენთან. კაროც მოვიდეს და თქვენთან ერთად იცუროს, ბაბუა. და ბედნიერები არიან ეს ცელკები. ზეინა, მოდი ნუ ერთში. ზეინა ტონის მიეჭრა. მოდი წავიდეთ. ნატაშა, მე მივდივარ. კარგი. ნატაშა, მე მივდივარ. ნატაშა გრიზდება, ძმაო. აუზიც გაფუჭდა, მაგრამ გასაკეთებელი არაფერია. აი ისე თავის საქმეს აკეთებს, იქ ცხადს აღარ ვასხამ. ეს ცხადი კარგად შეიწოვოს. კიდევ ერთხელ მოვაწესრიგებთ, კარავს კიდევ ერთხელ დავაფენთ. ამის შემდეგ რაც შეგვიძლია ვეცდებით მოვაწესრიგოთ, რამდენადაც შევძლეთ, იმდენად მოვაწესრიგებთ. ბაბუა, მოდი, ნატაშა, მოდი. ეხლა ძმაო, გარეთ ერთადერთი, ვისაც განსაკუთრებით ვეშინი, ძაღლი ზეინა. იშალა დაჯასთან არ იჩხუბებს და შევეცდებით შევაჩვიოთ. ასია, რას აკეთებ? ანატოლიის ნამდვილი შვილი ასია. ჩემი ულამაზესი გოგო. ასია, ძმაო, ორი თვე აქ არის. აკაურობის წესრიგი, დაცვა, ამის შემდეგ მისი პასუხისგებლობა. ეხლა ყურადღებით მივიდეთ მათთან. მე როგორც ვიცი, კვერნა დედოფალა ქათამს, მამალს, მტრედს იტაცებს, მაგრამ ბათს ვერ აზიანებს. ბათის წავიდა, ძმაო. მე კაროლი, რატომ ეჯახები? მე იმ საქმიდან ვერაფერი გავიგე, ანუ. მათი არ უცვლი. ბათსაც კი ზიანი მიაყენა. მოდი. მოიცადე, ნახოთ. ჩვეულებრივ, ამ ბაღში ხმა არ ისმის. ეხლა ხო ლაპარაკობ აქ. ყველა ბათთან მოდის, იცი? მოდი. დაიცადე, ნახოთ. ბონჯუგუაბა, რას აკეთებ? ჩემი სიმპათიური ბიჭი. ჩემი ასიაც მოვიდა, ჩემი ასია, ხო? ჩემი ასია ამ ადგილის დამცველია, ჩემი გოგოა. ჩემი ასია ამ ადგილის დამცველია. მოდი. ბონჯუგ ბაბა. ძმაო, ვეგარ დარჩა ვერც ქათამი, ვერც ბატი, ვერც მტრედი. რა ხდება, ძმაო? ეს ცხოველი არ ვიცი, კვერნაა თუ დედოფალა ვეგარ ვარჩევ. მოკლედ, წაიღო და გაიტანა, მეგობრებო. ანუ დაახჭო და დატოვა ყველა ცხოველი. დაახჭო და დატოვა. აჰა. სხვა ლომიც მოვიდა. დეიდერლსა დედოფალა ან კვერნა მოდის აქედან გადახტი და დაახჭე ისიც. ჰა? холод მაშინ მოდიხარ, როცა აქ ვარ, შვილო. აბა ამას როგორ გადავჭით? აი ძმაო, 100 აქ არის. მაზლუმი უნდა დამეკენებინა მის გვერდით, მაგრამ მაზლუმსაც ვერ ვენდობოდი. თან 100-ასაც ადრე აქ ერთი ინციდენტი ჰქონდა. იქ სხვა არ დაესხა თავს, რაღაც ასეთი ჰქონდა ადრე, ესე მახსოვს. 2 დღე ავწდი და არავისთვის არაფერი დაუშავებია. ეხლა ზოგჯერ ფერმას ტოვებ და აქეთ-იქით მივდივარ, ამიტომაც ვერ ვენდობი ძაღლების აქ ბუდვივად დატოვებას. ამჯერად ძაღლი ზიანს მიაყენებს, გესმით? ამიტომაც 100 ამ ეტაპზე კარგადაა. დარწმუნებული ვარ, სანამ ეს შიგნით იყო, ეხლა კვერნა ან დედოფალა ყველაფერს მიხვდა. მავთულებიდან ძაღლი ვერ შემოდის, ხო იცი? ასე რომ, ალბათ ასე მოდის აქ. ეხლა როცა ეს აქ არის, არ ვფიქრობ რომ მოვა. ბაბუა, წყემსის ძაღლი გახდი, ა? ცხვრებს უყურე. რას აკეთებ, ჩემო ძვირფასებო? აი ეს თეთრთავიანი ცხვარი გამხდარია, მეგობრებო. ცხოველს ჭამაში და მადასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ენერგიაც კარგი აქვს და ყველაფერი, მაგრამ მაინც გამხდარია, ვერ ხვდები რატო. სხვა ცხრების მდგომარეობა კარგია, მაგრამ ბონჯუკიც გამხდარია. ბონჯუკს სათესლე ჯირკვლებში პრობლემა ქონია. ეხლა მკუნალობას ვიწყებ, წამლებს ვაძლევთ. ეხლა ცოტა უკეთაა, მაგრამ ეს ცოტა დაასუსტა. ნეტა ჩემი ბონჯუკი თვალს ხო არ ეცემა. ნეტა თვალს ხო არ ეცემა, ჩემი ბიჭი. რატო დაემართა ესეთი რამ ჩემს ბიჭს? ჩემი ლომი ძალიან მიყვარს, ალბათ ამიტომ ეცემა თვალი, არ ვიცი ძმაო. ეხლა კარგადა, ღმერთს მაგდას, აღარ განდეორდეს. სხვა მხრივ პრობლემა არ არის, ნახე, რანაცაც გავაკეთე. მუდმივად წინ აქვს ტივის შეკვრა, მუდმივად. აქ დაუდეთ ეს ყველაფერი, სულ ახალი მდელოს ბალახია, ნახე. ესენი ახალი მდელოს ბალახია, ხედავ? ახალი მდელოს ბალახია. როგორი სურნელია, რა კარგი სუნი აქვს ბალახს. იმისთვისაც რომ წონაში მოიმატონ, მათთვის გასასუკებელი საკვები ვიყიდე. ბატონების გასაზრდელ საკვებს ვაძლევდი, მაგრამ შევწყვიტე და ეხლა გასასუკებელ საკვებს ვაძლევ, რომ ცოტა წონაში მოიმატონ.
3 დღეა უკვე ამასაც ვაძლევ. ერთდროულად ბალახი შეკვეცას და გასასუკებას საკუთრებას ვაძლევ. რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, ოღონდ ცხოველებმა წონა მოიმატონ, რომ ფორმაში ჩადგნენ. აი ეს თეთრთავიანი ცხვარი ძალიან გამხდარია, დააგვიდი, დაახლოვე კამერა მასზე. ვიცით ის დაწეროს, ამ ცხოველს საკვების ჯამასა და მადასთან პრობლემა არ აქვს. ენერგიაც არ აკლია. მაშინ რატომ გახდა ეს ცხოვარი? ცოტა ხნის წინ ახველებდა. ამიტომ ვეტერინარმა მას წამალი გაუკეთა, კისრიდან გაუკეთა, ანუ. მერე ის ცხოველი აღარ გამოკეტა. ცხოველმა დაკლება დაიწყო. იმ ვეტერინარის გაკეთებული ნემსის შემდეგ, მეგობრებო, იცით, იმ ცხოველს არაფერი სჭირდა. სქელი იყო, როგორც დათვი. ვეტერინარმა ის ნემსი რო გაუკეთა, ალბათ ერთი 1.5-2 თვეა გასული მას შემდეგ. და ამის მერე ეს ცხოველი ნელ-ნელა წონაში კლება დაიწყო. ვიფიქრე ნეტავ ვეტერინარის გამოკენებულმა წამალმა ხომ არ ავნო ცხოველს, რა მოხდა? ცხოველს ის ნემსი კისერში გაუკეთა, ცხოველმა ცოტა იყვირა კიდეც, ბონჯუკსაც იგივე ნემსი გაუკეთა, ნახე, ბონჯუკმაც ამის შემდეგ წონაში დაიკლო. ბონჯუკიც იგივეა. ნახე, ეხა ბონჯუკს ხელში ავიყვან. აჰა, ბონჯუკ. ლააკეთებ შენ. ჰა? დიდი ბავშვი? ბონჯუკიც იგივეა, ნახე, ვეტერინარმა რო გააკეთა რაღაც, მერე რაც მოხდა. ზეინა 100-ას ნუ ერთში. ზეინაც გათამამებულა. ჩილო, ნახე, 100-ასთან ხუმრობა არ გამოვა, მე გეუბნები. 100-ასთან ხუმრობა არ გამოვა. 100-ას რო პირველად ჩამოვიდა, ძალიან მკაცრი იყო. გახსოვთ, პირველად რომ მოვიდა, ყველას ესხმოდა თავს. სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეხლა ცოტა შეეჩვია, აგრესიულობა მიატოვა. ძალიან ძლიერია 100-ა. ანუ ეს ეზოს ყველაზე ძლიერი დედრი ძაღლია. მასზე ძლიერი არავინ არის, საოცრად ძლიერია. ანუ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ერთი ეშვი აქვს უკვე, პატარა თითივით, ხელისოდენა, პატარა ამბობს. ძაღლის კბილი ჩემს პატარა თითივითაა. საოცრად ძლიერია, ზეინა. არ გაერიო მას. მოიცა მტრედები საჩვენე, ძმაო. 46-ში მტრედი ყავდა, ეხლა მხოლოდ 7 დაგვრჩა, მეგობრებო. 7 წალი. დაკარგული მტრედების 10 მკვდარი არ არის, არაფერი არ არის. ანუ ქორი დაესხა თავს, თუ რა მოხდა. მე მხოლოდ 2 მკვდარი მტრედი ვნახე, მეტი არა. თუ ძაღლები წაიყვანდნენ, აუცილებლად ძაღლები რო წაიყვანან, ფრთებს და ბუმბულებსაც ვნახავდი, მაგრამ არა. დიდი ალბათობით ვიტყვი, რომ ესენი ყველა ჰაიაში ქორმა დაარტყა. არაფერი დარჩა ძმაო. არაფერი დარჩა, ანუ. არ ვიცი რას გავაკეთებთ. ამ მდგომარეობამ ნერვები ამიშალა, მართლა გეუბნები, ნერვები ამიშალა. მოდი ხა გარეთ გავიდეთ. გაიალე. დაიცადე, ნახო 100-ია, შენ არ მოხვიდე, შვილო. აუ, არის ბაბა. არისიც გაუში, მეგობრებო. დაისონ ბაბა, მზად ხარ შვილო? ჩემი ასლანი ხარ. გერმანული სისხლისა, ხარისხიანი ხაზისა. ეხა არესი გარეთაა. არგენტინული სისხლისა, გარეთა. დედე გარეთა. რეთა. კარაბაში გარეთაა. ძმა, იმედი არ იჩხუბებენ და ფრთხილად შევაჩვევთ ერთმანეთს. დაისონს პირდაპირ არ გავუშვებ. პირველად ერთი ხელით გავასეირნებ. სხვა ძაღლებთანაც რო გაიცნობს, მერე მშვიდად, მერე გავუშვებ, ძმა. მოიცადე დაისონ ერთი წუთი. ზეინა გაიქეცი. ზეინა. ეს კაროლინია? ხო, ზეინა. ძმა, სახეები ერთნაირია. ხო, სულ მეკითხები, ძაღლების სახელებს ხო არ ურევო, სახელებს კი არა, პირდაპირ სახეებს ურახებს. დაიცადე, კარი გაჭედილია. ერთი წუთი შვილო. ერთი წუთი შვილო. ზეინა, ჭკვიანად იყავი. ეხლა, ზეინა. შეტევას აპირებს, აშკარაა. გთხოვ შვილო, ჭკვიანად იყავი. არაერიო დაისონ ბაბას. ლომის ნაშიერია რა. ძმა, ამის სიმპათიურობა მაგრად ხიბლავს. მართლა. აუ, არგენტინის ნამდვილი შვილი გაბრაზდა. ნუ აბრაზებ ჩემ შვილს რა. დაიცადე, ნახო, შვილო. ჯერ მოდი დაისონთან გავაცდოთ. დაველოდოთ, ნახოთ, ერთ ვაკნას, არ იჩხუბონ. ვაი. ერთი წუთი შვილო, გაჩერდი, არის, ჭკვიანად იყავი. არის, ჭკვიანად იყავი. დამშვიდით ბიჭებო, თხოვთ, ერთმანეთს გული არ ატკინოთ. ეხლა ჩვენი ტაისონი, როგორც მისი ყოფილი პატრონი ამბობდა, ხო იცით, პირდაპირ არ ესხმის თავს. ძაღლმა კარგად უნდა გაავიზიანოს, ამიტომ ლესფრისება კარგი აქვს. ძმაო, მე ისედაც არასდროს მინდა რომ იჩხუბონ. კარგად შეეწყონ, ერთად იცინონ და ითამაშო, ხო გესმის? დაიცადე, ნახო. ტაისონი ახლა შეუტევს მას.
ერთი წუთით. არგენტინის ნაღდი ბიჭი შეუტევს. რისკზე ნუ წავალთ. ამ წუთას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავაკენოთ ჩხუბის პოზიციაში. თუ ერთხელ აინთებიან, ვეღარ შევაჩერებ ძმაო. ჯერ თაისონ ბაბამ ერთი გაიაროს. შემდეგ დაჟას გამოვიყვანთ, დორას გამოვიყვანთ. როტვეილერების ბანდას სარბიელზე გამოუშვებ, ნახოთ. შენ ვირისმტერი, რას ეძებ აქ, ა? არესი რაღაცას ეძებს. ღმერთმა კნას არ იჩხუბოს. ასია შვილო გთხოვ გენდობი. იქ ქვევნა და დედოფალა არ შეუშვა, კარგი შვილო. ჩემი მამაცი გოგო. ეხლა მოდი ნახე. არეს ძალიან ნუაწუხებ, შენ საქმეს მიხედე. გონდიერად მოიქეცი. ძალიან ნუ მივახლოვდები შვილო. წესიერად ითამაშეთ. ჰეი, შტ არეს. არა გითხარი. არეს უსინდისო. სინამდვილეში არეს ბრალი არ აქვს. როცა ფეხი დეხი დაადო მასზე მეგობრებო, პირდაპირ ავტორიტეტი დააწესა. არესმაც არ მოითმინა ეს. ამიტომაც სადა კუბი, სადა. ძმაო, ნუ აკეთებთ ამას, ნახეთ. ნუ აკეთებთ. წესიერად ითამაშეთ. არეს, არა. ეხლა ძმა გაუშვებ. არა. დაიცადე. არა, ეხლა გაუშვებ ძმაო. არა, მოდი აქ. მოდით, მათი ყურადღება გადავიტანოთ. ანუ არესთან პრობლემა არ არის. ტაისინმა ფეხი დაადგა არესზე, ეს ნიშნავს დომინანტობას. ტაისინი ეუბნება, გონიერად მოიქეციო. არესმაც ეს არ გაატარა. ვიხარ საერთოდ. ეხლა ხან მოხვედი ეზოში, ფრთხილად იყავი გეუბნება. ამის შემდეგ ხო ასე არის? მაიმუნი არესი, მოდი აქ ბიჭო. ზეინებზე ნუ ეჭვიანობ, მოიცავ ნახოთ. ნუ ეჭვიან. ტაისინ მამა გაზე იზერლა იქ დადის. ტაისინ მოდი შვილო, მოდი. სად არის ჩემი ლომი? შენი ღირსება საკმარისია. ეხლა შორიდან არის, ყველა ერთმანეთს აკვირდება. ამჟამად ეზო ძალიან საშიშია. ესა მოდით ტაჯა ავიღოთ. ტაჯას გამოვიყვანთ კიდეც. იმედია ზეინები ტაჯას არ მიეჭრება. ცოტა მისგანაც ფრთხილობ, მოიცადე, არა, არის. არ გაბედო შვილო. მოდი აქ. ტაისი, შენ მაინც ძალიან უჩაერები მათ შვილო. დაივიწყე. ეხლა როცა გარეთ მყოფები ერთმანეთს ხარს უჭერენ, თუ შიგნით ჩხუბი მოხდება, ისინი ჯგუფებად იყოფიან. ამიტომაც არ დაუშვებთ ამას. მოდი აქ ზეინებ. კარგია რომ რაღაცას უშვებთ. დორა ეს ერთი მოკაჩე. დორა რას აკეთებ გულუხ? ჩემი თკბილი გოგო. ჩემი თაფლის გოგო, რას აკეთებს ის? ჩემი თკბილი გოგო, რას აკეთებს? ერთი გაუშვა. სად არის ჩემი ლამაზო? ერთი ჩავეხუტო მას, მოდი ჩემთან. მოდი დორა, მოდი. ეხლა ზეინებს უყუროთ ერთი წუთით. ჰეი, ზეინებ. დაიცადე, ტაისინი მოვიდა. ერთი წუთი ძმაო. წავიდე ძმაო. არა. არესი ეხლა ტაისის უარს ეუბნება. არესი ძალიან მარტო ცურავს ამ წლებში და თვითონაც ვერ ხვდება. მოდი აქ. საბედია რომ ტაისინი არც მას აქცევს ყურადღებას. არესი. ეხლა როცა ძაღლები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ძაღლებში ესეთი გამ არ არსებობს, რომ ეს ძალიან დიდია, ეს ძალიან პატარა, ამას დავამარცხებ. პატარა ძაღლიც დიდს დაესხმება თავს. დიდ ძაღლსაც შეუძლია პატარა ძაღლს დაესხას თავს. მათაც არ აქვს ესეთი აღქმა, რომ ამას დავამარცხებ. ეხლა ძმაო, ტაჯას ავიყვანთ. დორასთან დაკავშირებით მადლობა ღმერთს, პრობლემა არ ქონია. დორა, რას აკეთებ ჩემო კარგო? ზეინას გამო სხვა ვერცერთი ძაღლი ვეღარ მიყვარს, მიხვდით ხო? ყველას ეჭხუბება, გიჟია. დაგა მოდი აქ. ეხლა მთავარზე გადავედით. სველიპელი პატრონი ამბობდა, სხვა ძაღლებთან იჭხუბებს და ვერ შეეწყობაო. მოდით ნახოთ, დავაკას შევძლებთ თუ არა შევარიგოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? შეეწყობა თუ ვერ შეეწყობა? კომენტარებში დაწერეთ ძმაო. მაინტერესებს, მე ვფიქრობ 10-დან 6 შეეწყობა, 4 ვერ შეეწყობა. ეხლა დაჩა, ჩემზეც ნუ დამესხმები, კარგი გოგო. ჩემზეც ნუ დამესხმები, კარგი შვილო. მაკოცე, ჰოპალა. ერთი წუთით.
დაიცადა ზეინა, ჭკვიანად მოიქეცი, ზეინა. ნუ, ცელკობ. ზეინა ძალიან ცელკი რამეა. ზეინებ, ჰეი. ჰეი. მურიმ ტაისონი აიყვანა, ხო ხედავ, გვერდით. არის, ეხა მათთან არ მიხვიდე. ისინი ჯგუფდებიან, ნახე. არის, ჭკვიანად იყავი. ეხა ესენი რა ჯგუფია? ფაისინის და დაჩაც ერთი ჯგუფია კიდე. ფაისინი იჩხუბებს, დაჩაც იკა. დაჩა იჩხუბებს, ტაისინიც იკავებს, ტაისინიც იკა. ამიტომ ფრთხილად. ჩვენ ეხა მაქსიმალურად 7-დან ვიქცევით. არიფ. შეიხედე, შენ ძალიან სდი შენ საზღვრებს, ბიჭო. კუდებს ხედავ, ყველას კუდი გამართული აქვს, მავა. არცერთ კუდი არ აქვს დაწეული. ყველას თვითდაჯერებულობა აქვს. ჩვენთა შვილები მაგრები არიან, მაშალა, ძალიან ენერგიულები არიან. ეხლა ჩემი აკოფრის მიზანი, იცით, წინაჯერზე თხეში წავედით. თქვი რომ 10 ძაღლი წავალ, ეხლა კი ვესწრები იმ ძაღლებს შევაჩვიო, ვისთან ერთადაც შეგვიძლია ეს შევძლოთ. ვისთან ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება. მინდა ძლიერი შვილები წავიყვანო. თუ დავინახე რომ ეს გუნდი ესე ერთმანეთთანაც კარგად ეწყობა, ვეცდებით რომ ერთმანეთს შევაჯეროთ. ამის შემდეგ ტყეში ამ ჯგუფთან ერთად წავალ. გაიგეთ? ეხლა 10 არ არის, მაგრამ არიან? დორა არის? 1, ზეინეფი. ზეინეფი. კარასამი. დეია 4, არესი 5, ნატაში 6, დედე 7, ტაისონ 8, დოგო ტაისონ 9. კარაბაშიც არის 10. სინამდვილეში 10 ცალია. დეია, ეხლა უკვე გიშვებ. ასე მოდიოდი ამბობდა. არის ისეთი ძაღლი, რომელსაც არ იცნობ. ყველასთან ერთად სადა ძმაო. ეხლა მისი რეაქცია ძალიან კარგია, არავინ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. არც ჩხუბი მოუწყია. ის თამაში ძალიან მომეწონა. მზად ვართ? უშვებ. რა მოხდა დეჟა? დეჟას ერთი ჩავეხუტო, მაგრამ ჯერ არა. გაიქეცი აბა. ლომი გოგო ხარ შენ, ნამდვილი არისტოკრატი ხარ. ჩემპიონები არიან ესენი, ჩემპიონები. შეხედე ამ არისტოკრატიას, როგორ დგას, როგორ ურთხამს ძმაო. მართლა უმაღლესი ხარისხის შვილია, როცა ტყეში მიმყავს ესენი მგელი რამოსატანია. წინ რო ლომი ან ვეფხვი გამოუვიდეთ, იცოდნენ კიდეს რო წააგებენ, მაინც უკან არ დაიხევენ. ესენი თვითდაჯერებულობის ნამდვილი შვილები არიან. უკვე წარმოიდგინეთ ტყეში შორიდან რო დავინახო ეს წმინდა არსება. მოდი ერთი შევხედო ამას. ამას რას ვეძახი, იცით? ლომს უწოდებ. შაუ ლომს გავს. აი 1-2 კილომეტრის დაშორებიდან რომ შეხედავ შაუ ლომს გავს. ლომი გოგო ჩემი დეჟა. შენს დიდებულებას შევეციდე. ძმაო ძალიან კარგია. აი ესე უნდა იყოს. გთხოვთ შეეწყოთ ერთმანეთს. ნუ აცხენინებთ ერთმანეთს. აი ესე შეეწყეთ ერთმანეთს. აბა თქვენგან კიდევ რა მინდა? მოდით აბა. ეხლა ერთად წავიყვანოთ ისინი. ეხლა მე ვარ ფარის ლიდერი, ამიტომ ყველა მე გამომკვება. სადაც მე წავალ, იქ წავლენ ისინი. მარტო ტყეში არ ესი საშიშია ძმაო. თუ მკითხავ რატომ, თუ ტყეში მგელი ან ტურატაისის მოსინჯავს, იფიქრებენ რომ მგელსა და ტურას უნდა დაედევნონ და ერთმანეთს დაერევიან. არ ესი პრობლემაა. მინდა ასლენით წავიყვანო, მაგრამ ამ ხალხთა საქმე არ გამოვა, მოდი. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო. ერთი წუთით ისინი საშიში ადგილას წავიდნენ, ირბინე. მოდი. მოდი აქ, მოდი აქ, მოდი აქ, მოდი. მოდი აქ, ნუ იჩხუბებთ. ჩემო ლომებო. ურან კარლოს. ულა შვილო, მინდა ტყეში წაგიყვანო. ნორაიც მინდა წავიყვანო. მოვალ ამ ტყეში. ტაისინის რაღაცას კარლოს რო ეხლა გამოუშვებ, ნახავ რა მოხდება მამა. კარლოსი ხარია მამა. ხარო შვილო ჩემო, შენს დიდებულებას ვენაცვალე. ჩემი შვილის პატარები როდის მოდიან პატარები? როდის მოვეფერებით იმ პატარებს კარლოს? გადაირე ერთი ტაისინი. ტაისინი როგორ გიყურებს იქიდან? ტაისი, რა ქარიზმა ეგ შვილო, შვილო, რა ქარიზმა ეგ რა? შენს დიდებულებას ვენაცვალე, მაშალა შვილო. აი ეს უჩები. მარტო ამ ეზოში მთელი ხმაური და ჩხუბი თურმე ესენი აწყობენ. ეს შევაფჩნიე. ხო, დიდი ძაღლები ყველა შეთანხმდნენ, პრობლემა არ არის, დაწმუნებული იყავით. არის. შეხედე შენ. შანსიგებ ცდილობ შილო. შეხედე, მე იქ რაღაცას ხვები, არესი, გვერდიდან ტაისინის დაჭერას ცდილობს. მოდი არესი ავიყვანო ძმაო, არესი. მოიცად. ჰეი. ეხლა ტაისის გვერდით დაუდგები, გეხვეწები ძმაო.
ერთი წუთი ძმაო, ეს არესის ფაქტორი უნდა მოვაშოროთ. ქარაბაშსა და იმ მეორეს შორის დიდი დაძაბულობაა. დავიცადოთ, მოდი წყნარა წავიდეთ. დულტეჭი. ისე. არესა გადავაგდებ ძმაო. ერთი წუთი ბიჭო. არეს შენ გადი ფაშა. არესი წამოვიყვანოთ. გვერდიდან კმენას ცდილობდა იქ. არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა. ტაისინი. ფავსებადი ძაღლი რო არ იყოს, იგივე მოძრაობა რო კარლოს ან მარლოს გაუკეთოს, იცი რა მოხდება? კარლოსი მას აერში 4 წუთით ატრიალებს. მოიცა არეს. ეს ვიდეოში კარგად მოსული ძაღლი არესია, მეგობრებო. სამწუხაროდ, არესი. ეს ვიდეოში არ არის. მოდი შვილო. სინამდვილეში დღეში სინდისაც წავიყვანდი. სინდი ძალიან მკაცრია, ძალიან ჭხუბია. სინდისაც წავიყვანთ. სინდი მაშალა კარგად ეწყობა. ამჟამად პრობლემა არ შექმნია. მოდი დორა, ჩემო კარგო. როტები ნახე, თითქოს სამივე ერთიანდა და სამივე ერთად და დისხედავ, თუ ოდინიც მივაყოლო მათთან. მარია რომ მივაყოლო. ალექსის რომ მივაყოლო რა მოხდება. მაგრამ აი ისინი ჭხუბიანები არიან, ნუ იჭხუბებ. აუ მანქანაზე ნუ შარდავ ბიჭო. ბიჭო, თავის ტკივილი ხარ. საქმეზეა, მოსაშარდი ადგილი აღარ დარჩა ამ უბედურებაში. წავიდა და მანქანაზე მოშარდა. მოდი, ჩემთან მოგცემ, გაგართობთ, მოდი. დაიცადე, ნახე დორა. ირბინე. მოდი აბა. რა არის აქ? ზეინებ, ჭკვიანი ბიჭი. დაისონ, მოდი. დაიცადე. მოდი. 1 2 3 ირბინე აბა. ირბინე, ზეინებ. ბაბუა ჩემი და ზეინები გაიქცნენ. ბაბუა უკვე დაიჭირა. ზეინებს არაფერი უქნია, დაჭერინებას არც კი ცდილობდა. ბაბუას გაბრაზდა. ჯოხი აიღო, ხედავ. ზეინებ შენ ეშმაკობ, ხო? ამ ეშმაკობას თავი დაანებე შვილო. მოდი. კიდევ ერთხელ ვაგდებ. მოდი აბა. 1 2 3 ირბინე, ჩემო ბიჭო, მიდი აბა. ზეინები ისევ ეშმაკობს. ზეინები თავს ესხმის და არტვევს. შენ ძალიან ეშმაკი ხარ, ზეინებ. გონდიერად მოიქეცი. ჰაისინ ბაბა სად არის? ეითაისინ, რას აკეთებ შვილო? ბორთლით თამაშობ. ხო ბიჭო. ამ ბოლო დროს რატო დაგესია შენზე ბიჭო? დედა შენი, თაისინ, როცა წინ ბოთლი უდევს, ნერვიულობს. თუ ბოთლს წინიდან წაართვებენ, შეიძლება თვითონაც გამიბრაზდეს. აი ესე ზის, ნახე? შენ ბოთლი ძალიან გიყვარს. ბაბუა ნახე, ამ ბოთლით არ თამაშობ. თამაში უყვარს. ფრთილად. ნახე? როცა მისი საყვარელი რამ უდევს, მასთან ვერავინ მივა. ბაბუას რაც გაუკეთა, იგივე შეიძლებოდა ჩემთვისაც გაეკეთებინა. მოდი. ბოთლი დადე, გავისეინებთ, მოდი. აჰა, ფეხითაც აწვება. ამაზე ყველაზე მეტად ბოთლი უყვარს. დაისინ, იმ ბოთლს შესწინიდან მე ავიგებ. ამ ვიდეოს 10,000 მოწონება რომ დააგროვდეს, იმ ბოთლს იქიდან ავიგებ. მოდი. იმ ბოთლს მომცემ. ნეშეს შეხედე. მე მიტევს, მაგრამ ეხლა წყნარად დგას, ხედავ? ნეში, მოდი გოგო. თავიდან რატო დამესხითავს? ნახე, ეხლა რა კარგად თამაშობთ ერთად. რა თქმა უნდა, ისიც მართალია, მას უნდა რომ მენდოს. აბა მე ვინ ვარ, რა ვარ? ახლახან მოსულია, უნდა შეეჩვიოს. მოდი აქ. ეხლა ძმაო, მოდი ესენი კიდე ცოტა ვატაროთ. ამჟამად რეაქციები 10-იანზეა. არესი რო გამოურიცხეთ, კარგი იყო, თორე ეხლა ეს რო გამოიწვიოს, ერთი ჭკუბი დაიწყოს და ვეღარ გააჩერებ, ხო მიხდი? ეხლა რეაქციები კარგია, ზედმეტად აღარ დავძაბავთ. კიდე ცოტა ხანს ერთად გაჩერდებიან. ამის შემდეგ ამ ჯგუფს რო შევხედე, დავინახე რომ სულად ეწყობიან ერთმანეთს. იმ დღეში, ნახე, ფლობელმა დეჯეს უთხრა რომ იჭხუბებსო. ოფილმა ფლობელმა თქვა, სხვა ძაღლებთან ვერ შეეწყობაო. აი ნახე ეხლა. რა თავდასხმა, არც კი ღრენს, მისი ღრენაც კი არ მომისმენია. მაჟალა, დეჯე, ამ საკითხში არ გვაწყენინა. ჩემი ლომები. მოდი დავჯდეთ. დეჯე ჩამოიყვანე თქვენოთ. სად არის ჩემი ლამაზი გოგო? სად არის ჩემი თქმილი გოგო? ძმაო, როგორც თქვი, ესენი დომინანტი ძაღლები არიან. დომინანტი რას ნიშნავს? ლიდერული ბუნების ცხოველები.
ეხლა მაგალითად ნახე ესენი ტაისინ ბაბა მოდი შვილო მოდი შვილო ლომო ეს ყველაფერი იმიტომ რომ ამბობენ ლიდერი მე ვარო ამათ ერთმანეთთან შეჩვევა რთულია მართვა რთულია ამათ ჯოგად ქცევა რთულია თვლირო გერმანულ ნაგაზებს ჯოგად აქცევ მაგრამ როტვაილერის და კანე კორსოს ერთად მოყვანა ძალიან რთულია იმიტომ რომ მათში სამოქალაქო შეგნება თითქმის არავის დაიცადე ნახოთ ყველაფერი რო გვერდზე გადავდოთ იქ მამრი ძაღლები ერთად არიან თვალი არ ეცეთ ნეტავს სულ ასეთი იყვნენ და არ უაწყენინდებდნენ მოიცა იმ სრულებთან არ გაეკაროთ ისინი ხალხს ჭამენ ხალხს მათ ნუ გაეკარებით ისინი ბანდა არიან უი ლეოს შეხედე ლეო უი ვია და სხვები კარგად მოეცხნენ დამშვიდით ახალგაზრდებო და ვისაც თავი ახალგაზრდა გონია ჩემს ლონდებს გულისხმობ ესენი ხო ნამდვილი მაგრები არიან ესენი ადამიანს ცოცხლად შეჭამენ ესენი არ დაინდობენ დესტან ბაბა შენ ჭრილობებს შევეწირო კარიზმის ნამდვილი შვილია დესტანი მაგრამ ნახე მანქანა დესტანს პირდაპირ თუ გაუშვებ 100% ჩხუბი ატყდება დესტანი ცოტა ჩხუბის მოყვარულია ძმაო ჯანალთი ძაღლის ხასიათი აქვს მოვაკიდეც კიდევ 4 ვინ ვის დაუკანოთ არ ვიცი არესი მოდი ფაისალი ჩაკეტილია ძმაო ტყუილად ნუ ეძებ ფაისალს წესიერადი არის გაიგე ტყუილად ნუ ეძებ ფაისალს ფაშა ესკოი შემოუშვა აქ ამათთან ერთად ესკოც ბაბუაც ეხლა ესკოის მიეკრობა ფაისალს არაფერს ეუბნება ესკოი თამაშობს შენ და ესკოის მიეკრობა მაგრამ ამბობს დიდად არ უყვარსო დეჩე არის ნუ ეკარები მოდი აქ ნახე არესი ნახე უსინდისო არესი ეხლა კიდე ცხრის მტრობაზე გადავიდა ვაი არის ძმაო აი ტაისინი ბაბუა ტაისინს ნუ ეკარები არავითარ შემთხვევაში შვილო დაიცადე ბაბუა გაბრაზდა შვილო ნახე ჩხუბი დაიწყება ეგეთ მოძრაობის დუბებს ნუ აკეცებთ ნუ აკეზებთ ერთმანეთს მოდი დეჩე უი ჩემი ბატკანი რა ჭკვიანია უი ეს ბატკანი ნამდვილი კაცია როცა მიყვას მაშინაც კი ეჭვი მეპარება ძალიან არაფერს ვაკეთებ მაშინ არ ვაფხერჩებ საიდუმლოს ძმაო მე იმ ტაისინ ბაბას ავიყვანო ტაისინ მოდიშუნო ნახე ტაისინს ისედაც უნდოდა შესვლა სიმპათიური ბიჭი ტაისინ ბაბა მგონი ეს შენი კაბინა არ იყო შენ რატო შემოხოდი აქ ეს შენი იყო არა ეს დოლას გალია ტაისინი მამა ჯიუტად აქ შემოდის დეჩე მოდი შვილო ეჩე მოდი აქ ბიჭი მოდი ქარიზმის ნამდვილი შვილო მოდი ერთხელ ჩაგეხუტო მოდი ამჯერად ჩაგეხუტავ დგეხუტავ დეჯე მოდი ლამაზო მოდი აქ მოდი დეიჯე საერთოდ არ მართავს ყურადღებას არაუშავს ზმაო გაიაროს მოდი ტაისინის ფაქტორი გამოვრიცხოთ და ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩხუბის გარეშე ნელა გავაგზელოთ თუ ეხლა უცებ მას გავუშვებ და ესე 1 საათი ან 2 საათი დავიცდი უნებლიეთ რისკში შევდივარ ხო მიხვდით ნელა ასე შეეჩვევიან დეჯე მოდი გეუბნები მოდი სათხარ ცუდი დეჯე ეხლა ძმაო ნახე ეს დეჯე არის სინჯავს ამას ვგზნობ ბაბუა არ გაბედო ჰეი ბაბუა ნუ თამაშობ ის ჩაგატყამს მოდი აქ აი ხოვაბო კოული ჯუმი არ უნდა იყო ბაბუა დაანებე თავი მოდი აქ არა რა ბაბუა გამოდი შვილო რა დაანებე თამაშ თავი თქვენ თამაშობთ მაშინ მოდი აქ მოდი გოგო მოდი დეჯე მოდი შვილო მოდი ნუ მაიძულებ მოდი აბა მოდი ეხლა ისინი თამაშობენ ეს კი ელოდება მომენტს რომ შევარდეს არანაირად არ მიცემთ მას ამის უფლებას თაიზის მამა ამაზე ძალიან გაბრაზდი კარგი ამაზე ძალიან გაბრაზდი შვილო ის ცუდად იქცევა გაიგე ეს დეჯე ძალიან ცუდად იქცევა პაში ჩემი სიმპათიური ბიჭი თუ ერთხელ მაინც უგბენენ ერთმანეთს მერე მათი შეგუება ძალიან რთულია ძმაო
ამიტომ არავითარ შემთხვევაში იმ სიტუაციამდე არ მივიყვანთ, რისკზე არ წავალთ, ასე მშვიდად შეეჩვევიან ერთმანეთს. მოდი. ერთმა იდეალური იყო შეიძლება მისი ძველი მფლობელიც უნდა ჩვენგან გაოცდება. ამბობდა შევარდებაო, ნახე ალხამდულილა. არც შევარდნა და არც ჩხუბი. საუკეთესოდ შევაჩვიეთ ერთმანეთს. იცადე, ნახე დეჯე. დეჯე, მოდი. მეც მოგეფერო, მოდი აქ. რატო შორდები მამას? რატო შორდები მამას? ცუდი გოგო, რატო შორდები ჩემგან? რატო მიტევდი თავს? ინანე რო თავს დამესხი. ჰეი ლამაზო გოგო. ალლაჰ მაშალლაჰ, გაცხელდა დეჯე. დეჯე გაცხელდა, დეჯე. არა უშავს მეგობრებო. დღესაც მივიგეთ ის რაც გვინდოდა. წყლის ვიდეოსთვის ჩვენი მზადება ახლა გრძელდება. ხო და თქვენი აზრით ამ ბუჩი ვინ უნდა შევიყვანოთ? კომენტარებში დაწერეთ 10 ძაღლი თქვით. ანუ ტონი და სინდი რო ავიყვანო შეიძლება. ცოტა კაცრი და ძლიერი ძაღლების მინდა. ვინ წავიყვანო? გადაწყვეტილებას თქვენზე ვტოვებ. შემდეგ ვიდეოში მათ შეჩვევას ვეცდებით. როცა ტყეში წავალთ, ჯერ წინასწარ უნდა შეეჩვიონ, რომ ტყეში და ველურ ცხოველებზე ნადირობისას ერთმანეთში არ ჩხუბონ. ამიტომ წავედით. ძალიან მიყვალხართ. არ დაგავიცდათ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით. ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით მეგობრებო.